გამარჯობა, ეს STV-ის ღია ეთერია, მე კი მისი წამყვანი ანა რატიანი გახლავართ. ჩვენ დღეს წარგიდგენთ ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან შემოქმედებითი ჯგუფის წევრები. ჩვენი დღევანდელი სტუმრები არიან გიორგი მოსიაშვილი, დემეტრე სამყურაშვილი და ირაკლი მეტრეველი. ესენი არიან ის ბიჭები, რომლებიც რუსთავში, თბილისში და არა მარტო ამ ორ დიდ ქალაქში აწყობენ ძალიან საინტერესო ღონისძიებებს. იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ მათი შემოქმედების შესახებ, სტუმრებთან გადავალ თავისთავად მოგესალმებით ბიჭებო, დიდი მადლობა სტუდიაში მოსვლისათვის და ჩვენი დაფასებისათვის. პირველ რიგში ალბათ ტრადიციული კითხვა იქნება, საიდან შეიყარეთ თავი ამ ნიჭიერმა ახალგაზრდებმა, როდიდან და როგორ? კარგით, ესე იგი როგორ მოხდა, სულ სადღაც 3-4 წლის წინ უეცრად ჩემი იდეით მოხდა ჩემი სამეგობრო წრის შეკრება, რომლებსაც ამ თითოეულ მათგანს აქვს თავისი საქმიანობა და არიან თავისი საქმის პროფესიონალები და გადავწყვეტეთ, რომ შეგვიქმნა ესეთი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც გააკეთებდა ძალიან კარგ პროექტებს. და რაც მთავარია, პირველ რიგში, რაზეც ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ, ეს არის ხარისხიან პროექტებს, რომელიც იქნებოდა როგორც ასევე ჩვენთვის და საერთოდ ქალაქისთვის კარგი. იმიტომ რომ რაღაც გარკვეული პერიოდი ისეთი სიტუაცია იყო ქალაქ რუსთავში, რომ რაღაცეები არ კეთდებოდა. რა თქმა უნდა, დღესდღეობით უკვე წამოწეული არის სხვა ორგანიზაციებიც აკეთებენ და ძალიან მოხარულები ვართ და ჩვენი დიდი ენთუზიაზმით ამ ყველაფრით ვცდილობთ რომ გავაკეთოთ ძალიან კარგი პროექტები, ერთ სიტყვით ასე ვთქვათ. ძალიან კარგი, თქვენ ახსენეთ რუსთავი, თქვენ სამი მინდა მაყურებელს უთხრა რომ ხართ რუსთავიდან და მე მგონი მთელი შემოქმედებითი ჯგუფის წევრები არიან რუსთავიდან. თქვენი პირველი პროექტი ან ნამუშევარი რა იყო? ალბათ ეს იქნებოდა თქვენს მშობლიურ ქალაქში? ჩვენი პირველი პროექტი კი მშობლიურ ქალაქში იყო, რუსთავში იყო. ეს იყო იუმორისტული ფესტივალი. ესე იგი იუმორისტული ფესტივალი ეს არის დაახლოებით იგივე ჟანრის პროექტი, რაც არის კავენი, მასანკანი, ცნობილი. ოღონდ ჩვენი პროექტი განსხვავებით მასანკანისგან, რომელიც ძირითადად უნივერსიტეტებში ტარდება, სკოლის მასწავლებლებზე არის მორგებული. და ერთ სიტყვით მოგვიწია გადაკეთება რაღაც ნიუანსების, თვითონ ამ შოუს ელემენტის და მოვარგეთ მოსწავლეებზე. მონაწილეობას იღებდნენ 16 საჯარო პირველი რუსთავიდან ყველანი. ნახევარზე მეტი სიტყვით 55% არის. და მონაწილეობას იღებდნენ აი ასაკი იყო დაახლოებით მე-7-მე კლასიდან, სურვილები ვინც მე-11-12 კლასში იყვნენ ისინიც. და შეგვიძლია თამამად თქვათ, რომ ძალიან წარმატებით ჩაიარა. 160 მონაწილე იყო, რაც არის პირველი პროექტი იყო ჩვენ და ჩვენთვის იყო გასაკვირი, იმიტომ რომ თავიდან ესეთ მასშტაბზე არ ვფიქრობდით, ჩვენთან გაგვიკვირდა, იმდენად წარმოუდგენლად კარგი გამოვიდა პირველი შოუ დარბაზი, სადაც კულტურის სახლში დიდი ხანი ანშლაგი არ ყოფილა, იყო 500 ადამიანი მაყურებელი და ეს ჩვენ თვითონ გაგვიკვირდა და მივხვდით, რომ ეს საქმე უნდა გვეკეთებინა. და მაშინ შემდეგ წელი არ გადის, რომ ეს არ გავაკეთოთ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, უკვე სისხლში გავიჟდა, რომ ეს იუმორისტული ფესტივალი. და მეორე ამბავია, რომ მე უკვე მოთხოვნა წამოვიდა, პირველი წარმატებული იუმორისტული ფესტივალის მერე უკვე ბავშვებიდან წამოვიდა მოთხოვნა. მე არის უკვე წელს და ბოლო 2 სეზონზე, სულ 3 იყო. უკვე წამოვიდა ეს როგორი ვარიანტი, პირველ წელს ვინც ითამაშა ამ ბავშვებმა, რომლებსაც დაამთავრეს სკოლა უკვე. ისინი ეხმარებოდნენ უკვე პატარა ბავშვებს და უკვე დაიქოქა ასე რომ შეგვიძლია. ძალიან კარგი ბიჭებო, ძალიან სასიამოვნოა რომ თქვენს პირველივე ნამუშევარს ესეთ რეზონანსი მოყვა და ვიდრე გავაგრძელებთ ამ პროექტსა და არა მარტო საუბარს, ჩვენ შეგვიძლია ტელემაყურებელს ვაჩვენოთ მცირე ვიდეო. პრომო იყო ალბათ თქვენი პირველი პროექტის. შეგვიძლია მაყურებელს ვაჩვენოთ და დავბრუნდებით რამდენიმე წუთში ეთერში შემოქმედებითი ჯგუფის ვიდეო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო პირველად იმ ადამიანებს, ვინც დღევანდელი საღამოს ორგანიზება გაუწია, დღევანდელ უშედეგ საღამოს სათავეში ჩაუდგა. Creative Growth, ყველაზე მაგარი ახალგაზრდები, რომლებიც დღეს რუსთავს აცოცხლებს.
yeah. Come on, DJ Muela. ჩვენ დავბრუნდით ეთერში ამ ვიდეოს შემდეგ, მაგრამ ეს იყო იუმორისტული ფესტივალის მაგივრად შემოგვეთებითი ჯგუფის მეორე რიგით ძალიან დიდი პროექტი, რომელზეც ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ. მანამდე განვაგრძობთ იუმორისტულ ფესტივალზე საუბარს და ვიდეოს შემოგთავაზებთ ოდნავ მოგვიანებით. გიორგი ამ შემთხვევაში ბიჭებმა აღნიშნეს, რომ მოსწავლეები იყვნენ ჩართული ამ პროექტში და საიდან მოგივიდათ აზრად მაინც და მაინც მოსწავლეების ჩართულობა და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? მოსწავლეების მისამართით როგორ წავიდა? იდეა წამოვიდა იქიდან, რომ რუსთავს ეძახიან პატარა ოჯახი ვითარიო ქალაქს და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უფრო დაგვეკავშირებინა ეს ახალგაზრდობა და ხალხი გაგვეცნო ერთმანეთისთვის, დაგვეკავშირებინა ერთმანეთისთვის და დიდი ნაცნობობა რო ყოფილიყო, ეს გამოგვივიდა, ძალიან ბევრმა ხალხმა გაიცნო ერთმანეთი და რა მე ვფიქრობ ძალიან წარმატებული პროექტი იყო. ეს დავამატებდი ამ საკითხს, ანუ ძირითადი მიზანი რაც იყო, გიორგი სწორად აღნიშნა, ეს იყო, რომ ეს ბავშვები ერთად დამეგობრებული იყვნენ და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. ასევე იყო ერთ-ერთი მიზანი ისიც, რომ ქალაქს ყოლოდა გუნდი, კავენის გუნდი, რომელიც უკვე გავიდოდა მასაკანის ჩემპიონთა ლიგაზე, რაც ეს მოხერხდა და ეს მინდოდა სწორედ მოგითხრა, ისახელო თუ არა თავის შემდეგ. კი, შეძლებს დაგვარად იმ დონეზე, როდესაც ისინი მხოლოდ რამდენიმე თვე იდგნენ სცენაზე, თავიანთი მაქსიმალური და მან მე დავამატებ კიდე ერთს, რომ ეს ბავშვები, რომლებიც მასაკაზე გავიდნენ, იყვნენ სკოლის მოსწავლეები და იმ მასაკაზე გაცილებით გამოცდილები და პროფესიონალები და უფრო დიდი ბავშვები იყვნენ. ძალიან კარგი გამოცდილება მიიღეს თავის სახელეს უფროსებში და რა მაინტერესებს ალბათ ყველას გაუჩნდებოდა ეს კითხვა მსგავსი ღონისძიების ორგანიზება მოითხოვს სახსრებს და საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი და როგორც ვიცი ენთუზიაზმზე მუშაობთ ერთად მაგრამ ამ შემთხვევაში როგორ ეგ საკითხი არის ყოველთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაღაცას რო ატარებ უნდა კონდეს რაღაც გარკვეული თანხა რო რაღაც გააკეთო. ანუ თავიდან ზუსტად 13 ადამიანი, იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ეს თანხები იყო ჩვენი, ასე ვთქვათ, ცოტა ისე ჟღერს, მაგრამ ჯიბის ფული. მე რაღაც გარკვეული სიმპათიები დავიმსახურეთ, როგორც ქალაქის მერიასთან, ასევე კერძო კომპანიებთან და იყო რაღაც პატარ-პატარა დახმარებები, რის მეშვეობითაც ჩვენ შევძელით, რომ გავეკეთებინა ის, რაც ჩვენ გვინდოდა. აქვე არ შემიძლია რა ვთქვა, რომ დიდი მადლობა უნდა გადაუხადო ქალაქ რუსთავის მერიას და კულტურის სახლს, რომელმაც 3 წლის განმავლობაში დიდი მხარდაჭერა გაგვიწია. ასევე კონკრეტულად არის კერძო კომპანიები, კომპიუტერული კომპანია Geobit და ასევე მინდა დიდი მადლობა უთხრა Sharks, ბარ-რესტორან Sharks და რა ვიცი, ესენი რო არ ყოფილიყვნენ ამ 3 წლის მანძილზე არ იქნებოდა ეს ყველაფერი. რაც შეეხება თვითონ პროექტს, რა ვიცი, აი შეუძლია გიორგის რამოდენიმე სიტყვით გითხრას, წამყვანი იყო თვითონ და ანუ გიორგი იყო თვითონ უშუალო მონაწილე ამ ყველაფრის ეპიცენტრში იმყოფებოდა. პირველი პროექტის წამყვანი მე ვიყავი, შემდეგ რაღაც დროში ვიჭედებოდი, მე არ ვიყავი, მაგრამ პირველ პროექტს რაც შეეხება, ძალიან სასიამოვნო იყო. მე თვითონ იმ ხელს სიამოვნება მივიღე ამ ბავშვებთან ურთიერთობით, ძალიან ბევრი გავიცანი. რავი და ძალიან ისეთი დადებითი მუხტი მოდიოდა ამ ბავშვებისგან, დაინტერესებულები იყვნენ მე ეს კერძო კომპანიების უფროსების გავიცანით. რაღაც პრიზებიც გადასცეს ბავშვებს, არა მარტო ფულადი დახმარება იყო ჩვენთან. საჩუქრები და რაღაცები, რაც ძირითადი მიზანი ამ ბავშვებს ის კი არ უნდათ რაღაც გარკვეული საჩუქრები, ასე რომ ვთქვათ, რაღაც გრანდიოზული საჩუქრებიც არ ყოფილა. ეს იყო ის დაინტერესება, რომ ქალაქში რაღაც ახალი დაიწყო, მიიღეს მონაწილეობა, გამარჯვებული გუნდი გავიდოდა ჩემპიონთა ლიგაზე, ანუ მასანკანის და მიიღეს მონაწილეობა იქაც. ანუ ეს იყო ძირითადი მათ დაინტერესება და რაც პირნათლად შეასრულეს და ძალიან კარგად და ძალიან კარგი ბავშვები, ზოგადად რუსთავში კარგი ბავშვები არიან და რას მიხარია. დარწმუნებული ვარ, არა მარტო მე, არამედ ის ადამიანები, რომლებიც აქამდე არ იცოდნენ თქვენი არსებობის შესახებ, მოხარული დარჩებიან თქვენი საქმიანობით, მით უმეტეს ცდილობთ, რომ მომავალთაობას გაუმრავალფეროვნოთ, ყოველდღიურობა და მათი უნარი წამოწიოთ წინაპლანზე, ვიდრე გავაგრძელებდეთ იუმორისტული ფესტივალის ჩატარების სიხშირეზე საუბარ, შეგვიძლია მაყურებელს უჩვენოთ ის დაპირებული ვიდეო, რომელიც ეხებოდა ზემოხსენებულ პროექტს.
ვიდეო იუმორისტული ფესტივალიდან ნაწყვეტი. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. Როგორც ვიცით, იუმორისტული ფესტივალი 2012-2013 ფინალურ ეტაპამდეა მისული და ფინალში ერთმანეთს, რომელიც 19 მაისს დღის 2 საათზე გაიმართება და დაიწყება, ერთმანეთს შეხვდებიან 4 სკოლის გუნდები. ეს სკოლები არის ნომერ მე-4, ნომერ მე-15, 22 და გიმნაზია. ეს 4 სკოლა დაუპირისპირდება ერთმანეთს, ველოდებით გრანდიოზულ ფინალს, სადაც უამრავი ხალხი მოიყრის თავს. და მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 2010-2011 წლის სეზონში გამარჯვებული გახდა გიმნაზია 2011-2012 წლებშიც გიმნაზიამ გაიმარჯვა და ვნახოთ რა მოხდება 2012-2013 წლებში. ეხლა ჩვენ ვართ გიმნაზიაში, გვაინტერესებს როგორ ემზადებიან გიმნაზიელები და ერთი თვალით უნდა შევიჭყიდოთ შიგნით. Discarded all the naughty nights for niceness. Landed in a very common crisis. Everything's in order in a black hole. Nothing seems to pity as the past though. The bloody memories like an El Tabasco. Remember when you used to be a rascal? All the boys are slow. ჩვენ ვებზადებით შეძლების დაგვარად, როგორც შეგვიძლია და მოლოდინი გვაქვს ის რომ მოლომდე ვებზადებით ვიხარჯებით ბიჭები და რავი, აი დიდი მადლობა მინდა მოუხადო შემოქმედებით ჯგუფს ამ ყველაფრის ჩატარების. ბაბოი მткаცო მე ჩვენ გითხრეს. ეს იყო ჩემი კომენტარი. როგორც იცით, ჩვენ ყველა სკოლის ნახვას ვაპირებთ, როგორ ემზადებიან, რას აკეთებენ, როგორი შემართება აქვს, რა მოლოდინები აქვს იუმორისტული ფესტივალიდან. ეხლა კი ჩვენ გახლავართ ნომერ 22 საჯარო სკოლაში, რომელიც დებიუტანტი სკოლა არის. ნახოთ როგორ ემზადება დებიუტანტი სკოლა იუმორისტული ფესტივალის ფინალისთვის. მოგესალმებით, ეს არის 22 სკოლის გუნდი ჰენგოვერი. წელს ჩვენ პირველად მონაწილეობთ იუმორისტულ ფესტივალზე და მე მგონი, კარგი დებიუტი შედგა, უკვე ფინალში ვართ. ბავშვებიც გახარებულები არიან. სტიმულიც გვაქვს, შემართებაც გვაქვს და რა ვიცი, მე მგონი, ყველა წინაპირობა იმისი, რომ ფინალი მოვიგოთ. მათ არის ძლიერი კონკურენცია არის, მაგრამ ჩვენ ჩვენს საუკეთესოს გავაკეთებთ და თავს დავამახსოვრებთ ხალხს. და ვეცდებით, რომ ფინალი მოვიგოთ ყველანაირად და გავამხიარულოთ ხალხი. კიდევ ერთ დებიუტანტ სკოლას ვეცვიეთ, ეს სკოლა არის მე-4 საჯარო სკოლა. როგორც იცით, შიგნით არიან უკვე კონკურსის მონაწილეები, გადიან რეპეტიციას, ემზადებიან ამ ყველაფრისთვის. ჩვენ კი შევიდეთ და ვნახოთ, როგორ ემზადებიან მე-4 სკოლელები იუმორისტული ფესტივალის ფინალისთვის. ჩვენ ვართ ნომერ მე-4 საჯარო სკოლის გუნდი Smart-ი. და იუმორისტული ფესტივალის ემზადებით, უკვე ყველაფერი მზად გვაქვს, თითქმის მოფიქრებული გვაქვს. რაღაც წიხები დაგვჭა და ვაპირებთ მხოლოდ გამარჯვებას. ჩვენ ვიმყოფებით ნომერ მე-15 საჯარო სკოლაში. ეს სკოლა იუმორისტული ფესტივალის 3 წლიან მარათონზე უკვე მეორედ გავიდა იუმორისტული ფესტივალის ფინალში. ვიცით რომ ძალიან ნიჭიერები არიან ისინი, ვნახოთ რას შემოგთავაზებენ წელს, ეხლა კი ვნახოთ როგორ ემზადებიან მონაწილეებს. Drink with every monster, man like a
all the tracks, everything thrown out the window. მე-15 საჯარო სკოლის გუნდის ძაბრი. სცენარი დაწერილი გვაქვს მომზადებით ფინალისთვის. კონკურენტები საკმაოდ ძლიერი გქონდა, ვეცდებით რომ გავიმარჯვოთ. ეს იყო ის დაპირებული ვიდეო შემოგვეთებითი ჯგუფის პირველი ნამუშევარი იუმორისტული ფესტივალიდან. მინდოდა მეკითხა, რა ხშირად ტარდება ეს ყველაფერი და რამდენი იუმორისტული ფესტივალი იყო ჩატარებული აქამდე? ძალიან კარგი, ესე იგი იუმორისტული ფესტივალი როგორც კი დავარსდით, დაახლოებით 2 კვირაში დავიწყეთ უკვე, ეს იყო 2010 წელს, სეზონებად ვთხოვთ ხოლმე, ეს არის 2010 წლის, 2011 წლის, ანუ ეს იყო პირველი იუმორისტული ფესტივალი, შემდეგი იყო 1 წლის თავზე 2011-2012, რომელიც ანუ მეორე იყო ამ იუმორისტული ფესტივალში. და მესამე უკვე ეს იყო იუმორისტული ფესტივალი უშუალოდ 2013, იმიტომ რომ 2013 წლის გაზაფხულზე დავიწყეთ და სულ რამოდენიმე ალბათ 1 თვე იქნება რაც დავასრულეთ და სამივე ფესტივალმა საკმაოდ კარგად ჩაიარა, როგორც წეგან აღნიშნეთ რამდენიმე წუთის წინ, რაც ჩვენთვის დადებით მოხდს გვაძლევს კიდევ ერთხელ კიდე გავაკეთოთ და კიდე რაც კარგი არის ჩვენთვის და ჩვენი ქალაქელებისთვის. ძალიან კარგი ბიჭო, მინდა ხალხი გავუსწროთ თქვენს ასაკს. შემახსენოთ თქვენი საშუალო ასაკი. 23. 23, ანუ 2 წლის წინ იქნებოდით 20 წლის ფარგლებში ესე. ანუ ეხლა დავფიქრდე ზუსტად 3 წლის წინ. მით უმეტეს 3 წლის წინ. ამ ახალგაზრდა ბიჭებმა, რომლებმაც უნივერსიტეტიდან ჯერ ფეხიც არ ჰქონდათ, გამოთქმული ან დამთავრებული არ ჰქონდათ. როგორ მოახერხეთ ეს ყველაფერი, ანუ სიყვაზე იქ ჭირდება სპონსორი და ფინანსება, ყველაფერს ორგანიზება, როგორ ახერხებდით ამას? მე ანუ როგორც თქვა, ჩვენ ვიყავით 13. და იმის გათვალისწინებით რომ ჩვენ ბევრი ვიყავით, ანუ იდეაში ხელი არ გვეშლებოდა არც სწავლაში, არც ხო, ვინაწილებით უბრალოდ საქმეს. ეცალა თქვა დემეს, მიდიოდა დემე, ეცალა გიორგის, მიდიოდა გიორგი და ასე. ანუ ეს იყო გათვლილი თავიდანვე იმდენად კარგად, რომ ყველას ვისაც რა ეხერხება, ანუ რა არის საქმის პროფესიონალიც არის, გიორგი არის თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი არის და რა თქმა უნდა, ესეც ილიას უნივერსიტეტის სტუდენტია და ეს საკითხები, ანუ რაც მსგავს იმებს ეხებოდა, გიორგი აგვარებდა და კიდე რამოდენიმე ყავს. ირაკლის ეხერხება და ამის საქმის პროფესიონალია, ვიდეო და გრაფიკული მონტაჟი და ასე შემდეგ. ანუ ვისაც რა ეხერხებოდა, ყველა იმას აკეთებდა. ანუ ეს არ იყო ქაოსი არ იყო, 13 კაცი არის დასაქმებული ყველა თავის საქმეში. ჯგუფში როგორც არის ფოტოგრაფები, ქორეოგრაფები, სცენარისტები, ანუ ეს არის იმდენად კარგად არის მენეჯმენტურად ანუ შექმნილი, რომ ყველას თავის საქმე აქვს, ეს ვიღაცა საქმეში არ ერევა. ნუ საბოლოო ჯამში ჯგუფურად მუშაობს და დღის ბოლოს ყველაფერი ჯამდება, რაც მე უკვე რავი, ჩვეულებრივ კარგ კომპანიებს შედეგს გვაძლევს. ახასიათებთ ისე არის ჩვენთანაც, რომ რაღაც ჯამდება და გამოდის კარგი პროდუქტი. კარგად იფუთება ყველაფერი. ძალიან კარგი ბიჭები, ალბათ არ ვიწყენენ, თუ ვიტყვი რომ არც ისე დიდი ასაკის მიუხედავად ესენი ახერხებენ ძალიან ისეთი რუტინული სამუშაოს გაწევას, ყველაფერს ორგანიზებულად და კარგად აკეთებენ და ფაქტი სახეზეა რომ არიან ძალიან წარმატებულები და ახერხებენ ბევრი მსუყე პროექტის განვითარებას არა უკაცრავად განხორციელებას, მაგრამ ამ მსუყე პროექტებს მიუბრუნდები მოგვიანებით, მანამდე მაინტერესებს რუსთავს გარეთ თუ ქონიათ რაიმე ღონისძიება ან პროექტი? გარეთ კი ქონია, ეს იყო შევიქნათ ჯანსაღი გარემო. ასე იგი, რაში მდგომარეობდა სპორტსა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ იყო გამოცხადებული გრანტი, რაც დავწერეთ პროექტი როგორც ყოველთვის გავაგზავნეთ საგრანტო, ასე ვთქვათ, პროექტის მოსაპოვებლად და გაგვიმართ ბედმა, მოვიპოვეთ გრანტი და დავიწყეთ პროექტის განხორციელება, რომელიც სამ ძირითად მიზანს მოიცავდა, ეს იყო გარემოს დაცვითი პროექტი იყო, ტრეინინგები ტარდებოდა, ასევე იყო პროექტის თვითონ უშუალოდ წერა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაზე იყო, ან როგორ უნდა დაწეროს ახალგაზრდა პროექტი, როგორ უნდა დაამყაროს კონტაქტი, ასე ვთქვათ, სპონსორებთან და საგრანტო ორგანიზაციებთან, დონორ ორგანიზაციებთან. და მოიცვა თლიანად ქვემო ქართლი. ეს არის 5 რაიონი და შევიდა მასში თუ არ ვცდები 550 ბავშვი, რაც არის საკმაოდ დიდი რაოდენობა 3 თვის მანძილზე, ანუ საფრთხის პერიოდში დავატრეინინგეთ, ანუ ჩვენს მიერ ადამიანების რესურსი თქვენ თქვენგან იყო შემოგონებული? არა, ანუ ეს გაწერილი იყო, რა თქმა უნდა, პროფესიონალური ანუ ტრენერები, რომლებიც დაქირავებულები ყავდნენ და თვითონ ისინი ახორციელებდნენ პროფესიონალურ დონეზე, ჩაეტარებინათ ესა თუ ის სემინარი, რაც იყო საჭირო გარკვეულ ადგილზე. და საკმაოდ ამას წარმატებულად ჩაიარა და კმაყოფილები დარჩნენ, რა თქმა უნდა, თვითონ მონაწილეები, რაც ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი.
და ჩვენთვისაც ერთ-ერთი კიდევ ერთი დიდი პლუსი დავწერეთ ჩვენს გავლენ პერიოდში, ესეც ერთ-ერთი კარგი პროექტი იყო ჩვენთვის. ძალიან სასიამოვნოა იმ მხრივ, რომ თქვენი საქმიანობა არის არა მხოლოდ გასართობი, არამედ საგანმანათლებლო, აღზრდელობითიც და ასე შემდეგ. ეხლა უნდა მივადგეთ იმ სუყე პროექტს, რომელიც წეგან აღნიშნა და რომლის ვიდეოც წეგან ჩვენ უკვე ვნახეთ, ეს არის რუსთავის open air. ამაზე ალბათ საუბარი არ მოგბეჭდებათ. მოდი დავიწყოთ საუბარი გიორგისგან ან ირაკლისგან. საიდან წამოვიდა ამის იდეა, როგორ დაიწყო განხორციელება და ჩვენ გზად უკვე ვიხილავთ ვიდეოზე. ეს იდეა ისევ და ისევ წამოვიდა იქიდან, რომ რუსთავში რეალურად აკლია როგორც ესეთი კულტურული ღონისძიება, გასართობი ღონისძიება, აი ახალგაზრდა რომ გამოვიდეს ქუჩაში, გაერთოს, შეხედოს საინტერესო სანახაობას და ნუ ვიფიქრეთ რა შეიძლებოდა. თან ცოტა პერიოდი იყო ისეთი იყო ნოემბრის ბოლო იყო, ანუ მაგაზე რომ მაგ პროექტს რომ მივადექით და მაინც გადავწყვიტეთ რომ პრინციპულად გადავწყვიტეთ რომ ღიაცის ქვეშ მოგვეწყო ციოდა თოვდა მართლა თოვდა და გადავწყვიტეთ რომ მოგვეწყო DJ open air რუსთავ. ნუ დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ვემზადებოდით. ზუსტად მოდიში ირაკლი, ანუ რა ხდებოდა, იცით 10 დღე იყო სამუშაო დღე. ანუ ესე უბრალოდ დავჯიქით, გადავწყვიტეთ, აი ასეთი პროექტის განხორციელება 10 დღეში, აი ეს 10 დღე 10 დღით ადრე მოვიფიქრეთ იდეა. ანუ იდეა შეიქმნა 10 დღით ადრე. ანუ განხორციელება არ და დაახლოებით 5 დღე ქონდა, უშუალოდ ყველაფერი მოგვარებული იყო და ორგანიზატორული საკითხების მოსაგვარებლად ქონდა 5 დღე. აი 5 დღეში ისეთი პროექტი შეიქმნა. ნუ რა ვიცი, ჩვენ როგორც იუმორისტულ ფესტივალზე დავშვით გაოგნებულები, ასე დაგვემართა open air-ს, იმიტომ რომ ეს იყო ყველაზე დიდი პროექტი, რაც გავაკეთეთ. მოდი დემეტრე, ჩვენც გავაუგნდეთ და გავაუგნდეთ ჩვენი მაყურებელი, ჩვენ ახლა ვიხილოთ ვიდეო, ბიჭები პარალელურად გვესაუბრებიან რა პირობებში მოუწიათ ამ ყველაფრის ორგანიზება, სამუშაოები, ფიზიკური იქნება და ეს სხვა. თუ შეიძლება ვიხილოთ ვიდეო. ესე იგი ციოდა. მაყურებელს შევახსენოთ, რომ ეს არის და არის ირაკლიანის Rooster open. DJ open air რუსთავი. და რა ხდება ახლა გვესაუბრებიან ბიჭები. აქ არის დაახლოებით -5 გრადუსი ყინვა. რომელიც არ იგრძნობა გრადუსია სასწაული. დაახლოებით 2-3000-მდე ადამიანი იქნებოდა. დაინფორმირება ამ მოკლე დროში როგორ მოხერხდა საკმარისი. თუმცა რუსთავი არ არის ძალიან დიდი ქალაქი. დადიოდით და რუპორი ქართულად გიორგი საყვირიდან თავი მქონდა მანქანიდან გაყოფილი სიცივეში და ყიროდიო. ამადა ამ დროს ძალიან კარგი შედეგი არის. მოედანზე ჩატარდება ყველაფერი გამოვიყენეთ. რა სარეკლამო საშუალებად შეიძლება ტელევიზია, მონიტორები, ქალაქში არსებული სარეკლამო მანქანებზე გათვლილი ფლაიერები, დროში. ენა ჩვენია წყობილია ჩვენი ხელები. თქვენი საკუთარი ხელით ხდებოდა ეს ყველაფერი? კი, აი რაც 13 ადამიანი ჭიანჭველები ყველაფერს 13 არა 12 ერთ გოგო ყავს. ფიზიკურ სამუშაოს ალბათ იმას ვერ დაავალებ. სცენა არა. მაგრამ ჩვენს გვერდში იდგა თელი ზამთრის ანუ ამ გავხსნათ მორალურად. ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა უკვე. კი, ეს ანუ მე კიდე მინდა აღნიშნო ვიცი რა აღნიშნავ. ალბათ ვიცი. თვითონ აუდიო სისტემა ისეთი ჩამოგვიტანეთ რომ აი ესეთი მე მგონი აი ამ DJ open air-ს მე რუსთავში პრინციპში არ მინახავს ესეთი კარგი გასმოვანები. 20 კილოვატი. აპარატურა იყო ძალიან ბევრი, განათებაც იყო ძალიან ბევრი და მთლიანად დაამიდი სივრცეა ეს რუსთავის მერიის წინ არის ეს ადგილი და ისე კარგად შეავსო, ისე გემრიელად იყო რომ აი სიამოვნებით ასე უყურებდით უკვე ბოლოსკენ, იმიტომ რომ უშუალოდ კონცერტის დროს არ გვეცადა. ბოლოს ასე დავუგეთ აი ხალხი როგორ ერთობა რომ კი, რა თქმა უნდა, ანუ ეგეთ ერთ იმას დავამატებდი, რომ აქ ალბათ მაყურებელი იკითხავს, რომ აი ასეთი პროექტი ხო, რაღაც გარკვეულ ისევ თანხაზე აი ზუსტად ეს მინდა და მეკითხა თავისთავად. რაღაცას აი როგორ ხო, რანაირად მე შევიждე, ვიტყოდი რომ აი რატო გაკეთდა ეს ახლა თანხებს და მოიცი. თან მოკლე დროში ახსენე პირდაპირ მინდა უთხრა მადლობა იმ დროინდელ გუბერნიას, ანუ რაც იყო, ანუ ეს მოხდა დაფინანსება და კონკრეტულად ქალაქის მერია დაგეხმარა და ანუ სულ ყველაფერი შეიქმნა. ქალაქის მერიდან წამოვიდა რომ ეს ჩვენ იდეით მივმართეთ და რა თქმა უნდა ქალაქის მერიამ დააფინანსა ესეთი იდეა, რაც ჭირდებოდა ქალაქს, რაც რუსთაველებმა გაერთიანა და რუსთაველებმა ისიამოვნეს ამით. თან მანამდეც რომ ნანახი ქონდა ჩვენი წარმატებულად ჩატარებული პროექტები, უარი არ გვითხრეს, ვერ გვითხრეს.
ალბათ ესე ან გდობის ფაქტორიც ხო. ფუნდამენტისთვის და და ესე თამამად მივედით მერიაში და უთხარით რომ ამ პროექტის გაკეთება გვინდა. და ეს ყველაფერი დამთავრდა თანხმობით და შედეგს ხედავთ სახელზე. ბევრმა ვინც უყურა ამ ვიდეოს, რა თქმა უნდა, მე მოხდა ეს სოციალურ გვერდებზე გაზიარება და ეს სად ხდება? ან არ წარმოუდგენელია ერთი შეხედვით. სხვა სიტუაციაა ეს და რომ მე გაჟღერდა რომ ეს ვიდეოს მე რუსთავი ოფენია, ანუ ცოტა ზოგს გაუკვირდა. რაც ჩვენ ეს მოგვეწონა რომ გაუკვირდა ვიღაცას რომ ძალიან კარგია. მეც მეკურვ დარწმუნებული ვარ. ბევრ მაყურებელს გაუკვირდება, იმიტომ რომ ჩემთვის წარმოუდგენელი იყო თუ ესეთი თუხი თუ შეიძლება ითქვას, იყო რუსთავში და მე ეს ყველაფერი და ჩვენ და ზოგადად ბევრ ჩემთან ატოლს დარწმუნებული ვარ, გამოეპარა და ძალიან კარგი რომ რუსთავ ახალგაზრდებს ესე ავსებთ, მოკლედ ყოველდღიურად იქნება ეს გასართობი, იუმორისტული თუ სხვა სახის ფესტივალი და ღონისძიება. ბიჭებო, მაინტერესებს მივოდექით დაფინანსების თემას, ეხლა უკვე ვილაპარაკეთ ამაზე კონკრეტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, მაგრამ ზოგადად თუ ყავთ მუდმივი პარტნიორი, შეუძლებელია ახალგაზრდა ნიჭიერ ადამიანებს არ გამოგჩენოდათ მუდმივი სპონსორი, ან რომელიმე სახელმწიფო ორგანო თუ უზრუნველყოფს თქვენს დაფინანსებას, უფრო კონკრეტულად ალბათ ახალგაზრდობის, სპორტსა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ესე იგი, როგორი სიტუაცია იცით, ესე კონკრეტულად მუდმივი სპონსორი არ ყავს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ არეგისტრირებული როგორც NGO, ანუ არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენ ძირითადად თუ რაიმე კულტურულ ან ნებისმიერ სახის ღონისძიებას შევქმნით და იდეის დონეზე მე პროექტის დონეზე გადავიტანთ და დავწერთ, ვცდილობთ რომ დავაინტერესოთ უფრო მეტად ჩვენთვის უფრო იოლი არის კერძო ბიზნესმენი ან კერძო პირი ან ნებისმიერ ისეთ ვისაც აქვს საშუალება რომ ჩვენ დაგვეხმარონ. ან თუ არა და ვაგზავნით უკვე საგრანტო ამ დონერ ორგანიზაციებთან, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში თანხას გადმორიცხავენ და ასე ხდება შემდეგ. ესე კონკრეტულად მუდმივი სპონსორი არ აქვს. ალბათ მუდმივი სპონსორები ჩვენი მშობლები, ჩვენი მამიკოები და დედიკოები, რომლებიც გვეხმარებიან. დაევიდრე გამოცდებიან სპონსორები მუდმივი თქვენს დედიკოებს და მამიკოებს მისად შეძმება. კიდევ მეორე პროექტი განახორციელოთ. მანამდე ამ ახალგაზრდებს უკვე გავიგეთ რომ არ ყავთ მუდმივი სპონსორი და ჩვენ მათ მოლოდინში ვარ და იმედია რომ უახლოეს მომავალში გამოჩნდებიან. მაინტერესებს უახლოეს მომავალში თუ გეგმავთ რაიმე ესეთ ფართომასშტაბიან პროექტებს, მაგალითად როგორც იყოს უკანასკნელი, რომელიც უკვე ვნახეთ და თუ იგეგმება, როდის იგეგმება, რა სახის და გავახაროთ ჩვენი მაყურებელი. პირველი ვიტყვით იმას, რომ ახლა ზაფხულის ამბავში time-out აქვს აღებული. იმიტომ რომ ფიზიკურად ახლა პროექტის ხო, შეჭირდება და ფიზიკურად ზაფხულში იდეაში ხალხი აკრეფილია და მასშტაბურ პროექტის დაწყებას პრინციპში შემიძლია თქვა რომ აზრიც არ აქვს. და რაც შეეხება სამომავლოდ სამომავლოდ ეხლა რომ გავაჟღეროთ რაღაცებიც, როგორ რაღაცა არის, აი წინასწარ ისეც არ გვინდა რომ თვითონ უშუალოდ პროექტის სახელიც კი შეიძლება შეიცვალოს. ამიტომ შეიძლება რაღაც ვერ ვთქვათ ისე და მე იმედები გავუცილოთ თუ ვიღაცებს, ანუ ძალიან ცუდად შეიძლება გამოგვიყვეს. ამიტომ რა მე თვითონაც თავ შევიკავებდი ალბათ მაგრამ პროექტები იგი პროექტების დაწერის პროცესში ვართ ყოველდღე, იმიტომ რომ ყოველ დღე და ყოველ წამს ახალი იდეა იბადება კრეატიულ ადამიანში. ეს არის და ეხლა რო ვთქვათ რომ რაღაცას აი რაღაც ვაპირებთ კონკრეტულად შეიძლება რაღაც გადამეტება და ზედმეტი მოგვივიდეს. ანუ ჯერჯერობით ვამუშავებთ რამოდენიმე იდეაზე, რომელსაც ისევ ჩვენთვის დავტოვებთ ჭალებში საინკოგნიტო. მე მესმის თქვენი თავშეკავებულობის დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში ძალიან ისეთ საინტერესო პროექტებს შემოგთავაზებთ ისევე როგორც იყო ეს როგორც აღარ აღნიშნე და მე ჯერ კიდევ ვერ გამოვდივარ მისი აღფრთოვანებიდან და ემოციებიდან. მაინტერესებს ბიჭებო თქვენი შემოქმედებითი ჯგუფი. თბილისის და რუსთავის ფარგლებს გარეთ, უბრალოდ თქვენ უფრო რუსთავში მოღვაწეობთ, გეგმავს თუ არა რაიმეს? ანუ შესაძლებელია თუ არა გაქვთ თუ არა ამის ფინანსური ან სხვა სახის რესურსი, იგეგმება თუ არა, ან შესაძლებელია თუ არა მომავალში? რესურსი ანუ თუ ლაპარაკი მივა იმაზე, რომ ჩვენ თუ შევძლებთ ქალაქიდან გასვლას და ქალაქ გარეთ უფრო მასშტაბურ პროექტებზე გასვლას, მე მგონი შევძლებთ. და რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, აი ყველაფერი მაგაზია უკვე დამოკიდებული. ანუ თუ მოთხოვნა წამოვა კონკრეტული ორგანიზაციიდან, კონკრეტული კომპანიიდან, ჩვენ მივესალმებით. მაგრამ როგორც ესეთი რომ ჩვენ თავზე ავიღოთ კონკრეტულს, აი ძალიან ვთქვა რომ კონკრეტული არაფერი იგეგმება, ანუ აი ესე რომ ვთქვა უშუალოდ რაღაცა, ანუ მაინც უნდა ვთქვა ესე გამოდის, მაგრამ ისეთ სიტუაცია არის, ანუ არის რაღაც გარკვეული ერთი პროექტი, სახელწოდებით, რომელიც არის ძალიან ანუ
რა ვიცი 13 კაცს რომ მოეწონება და 13 ადამიანს და კიდე რამოდენიმე ადამიანს მეგობრებს ეს პროექტის თვითონ იდეის დონეზე ალბათ დარწმუნებული ვარ უფრო ბევრსაც მოეწონება ანუ უბრალოდ ეს მოითხოვს ძალიან დიდ ხარჯებს გარკვეული ამ პროექტ კულტურული ღონისძიება არის მინდა აღვნიშნო პატარა სპინიშნებას მივცემ მაგრამ ინტერესს მაინც დავტოვებ დიახ ანუ ეს არის ისეთი პროექტი რომელიც აუცილებლად პირველად ჩატარდეს ქალაქ რუსთავში და დარწმუნებული ვარ რომ კარგი გამოვა და შემდეგ შეიძლება ეს მოხდეს ისე რომ ეპიცენტრი იყოს თბილისი და მთელი ქვეყანა ჩამოვიდეს ანუ ეს არის ფესტივალის სახესმებას უბრალოდ არ მინდა რაღაც ეს დავაანონსო ისე რომ მე არ მოხდეს ოღონდ გარკვეულ ხარჯებს მოითხოვს, რომელიც უშუალოდ ჩვენ კი არა და შეიძლება რაღაც გარკვეულ დონორ ორგანიზაციებსაც არ გაქვს, მაგრამ არის ძალიან კარგი. ძალიან კარგი ვართ მოლოდინში, ველოდებით საინტერესო პროექტებს ძალიან თქვენგან და მაინტერესებს კიდევ ერთი რამ. ისევე როგორც თქვენ ხართ 13 კაციანი, ამას შეიძლება დაერქვას პატარა ჯგუფი და გაერთიანება, მაგრამ ძალიან დიდი საქმით. ურთიერთობთ თუ არა, თანამშრომლობთ თუ არა თქვენსავით ახალგაზრდა და პატარა ჯგუფებთან? კი, აუცილებლად. ძალიან რისთან ქონიათ აქამდე ურთიერთობის პრეცედენტი? ქონია რუსთავის სკაუტურ ორგანიზაციასთან, რომელსაც ძალიან მეგობრული და კარგი ურთიერთობა გვაქვს. არსებობს ესეთი არასამთავრობო ორგანიზაციები სიდა და სიქა, რომელიც ქალაქ რუსთავში და არა μόνο ქალაქ რუსთავში არიან. ძალიან კარგი ურთიერთობა გაქვთ და არის კიდე რამოდენიმე პატარ-პატარა ორგანიზაციები, რომლებთანაც კარგად ანუ გვეხმარებით. კი, მეგობრული, ასე ვთქვათ, პარტნიორული ურთიერთობა. დაახლოებით 1 წელია ჩამოყალიბდა რუსთავის ახალგაზრდული ცენტრი, ეს თვითონ უშუალოდ ქალაქის მერიას ეკუთვნის, რომელიც ძალიან კარგ პროექტებს აკეთებს და რაღაც გარკვეული თავის ნიშად, ანუ პირდაპირ რაღაც ესე არ არის ფართოდ, ანუ კულტურულ, ასე ვთქვათ, ჩვენი კარგი კონკურენტები არიან. ჩვენ რა ვაკეთებთ, ისინიც აკეთებენ და ანუ მეგობრულად ვეპაიქრებით ერთმანეთს და ეს ძალიან მიხარია, რომ რუსთავში ეს ბოლო 1 წელია ისეთი პროექტები გაკეთდა, რომ დარწმუნებული ვარ, რომ შემიძლია თქვა, რომ თბილისში არ ყოფილა ეს პროექტები. და მეს მიხარია, იმიტომ რომ რუსთაველი ვარ და რუსთავში მინდა გაკეთდეს კარგი რაღაცეები. ამით ახთოვანებული ვარ პირდაპირ. ძალიან კარგი და ბოლო კითხვა თქვენთან ამ ეტაპზე რაც მექნება, თქვენ ხართ 13, მეორჯერ უკვე აღნიშნეს, თუ არის შესაძლებელი თქვენი რაოდენობრივად გაფართოება და სიტყვაზე იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც აწუხებთ ეს კრეატიული იდეები და არაძლევთ მოსვენებას, შეუძლიათ თუ არა დაკავშირება თქვენთან გაერთიანება, თქვენს დიდ ოჯახში მიღება და თუ შეუძლიათ როგორ შეიძლება მოგვარდა. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელიც არის რომ გავფართოვდეთ, იმიტომ რომ ისეთ პროექტებზე დავიწყეთ ფიქრი, რომ ფაქტიურად ვერ შევძლებთ, ფიზიკურად უფრო სწორად. და ვფიქრობთ გაფართოებას, ვიცნობთ რამოდენიმე კაი ჭკვიან კრეატიულ ადამიანებს, ისევე სკოლიდან გავიცანით, ჩატარებული პროექტიდან გავიცანით ის ბავშვები, რომლებიც ძალიან ჭკვიანები არიან, ისედაც სამეგობროში ყავს ისეთი ნიჭიერი ახალგაზრდები. ალბათ დავიმეგობრებთ. კი ეს რაღაც ცოტა ცუდად აღნიშნა ყოველ ახლა მაინც რაღაც ფინანსური იმაზე გადავედი მე რაღაც გარკვეული ეს არ არის დასაზრახი ნამდვილად თქვენ იმიტომ რომ იდეა სჭირდება ფინანსურად უზრუნველყოფა გამოდის ეს არც არის სათქმელი მაგრამ ისეთი სიტუაცია არის რომ ანუ გარკვეულ ნუ ჯერ 13 ადამიანს უნდა ასე ვთქვათ შეკრების ადგილი იმიტომ რომ იყო სიტუაცია რა დასამალია და პირველი იუმორისტული ფესტივალი Skype-ში იწერებოდა ესეთი რაღაც ხდებოდა. ანუ საუბარი ერთმანეთთან, იმიტომ რომ შესაკრები ადგილი არის. ოფისი არის საერთოდ. და შედეგი როგორი იყო საბოლოოდ? შედეგი იყო უფრო მაგარი და ოფისი მოგწენ. ხო და ანუ ისე მოხდა. ნუ ამჟამად დღესდღეობით ვართ ქალაქ რუსთავის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ერთ-ერთ ანუ გამოგვიყეს ადგილი, როგორც კეთილინება ინებეს და ძალიან დიდი მადლობა. მინდა აღვნიშნო. დიახ და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო. სულ ყველას ვინც ამაში დაგვეხმარა და ანუ ეხლა უფრო ვფიქრობთ მსგავს რაღაცებზე, რომ ანუ ჩვენ თვითონაც ხვდებით, რომ გავადრო, ყველა ჩვენ ვიზდებით, რაღაც გარკვეული ასაკს მივახცევთ და არ გვინდა რომ ეს ჩვენი გაკეთებული უცბად გაქრეს. ანუ გვინდა დავტოვოთ ჩვენი გაზრდილები, ასე ვიტყვი, თვითონ გამოზრდილები და ჩვენზე უფრო მეტად ნიჭიერები ძალიან ბევრი არსებობენ და არ ვიძახით რომ ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვი არსებობს და ვცდილობთ რომ შევქმნათ ახალი თაობა, რომელსაც კიდევ უფრო კრეატიული აზროვნება აქვს, იმიტომ რომ ახალი თაობას ეგრე არის, ყოველთვის უფრო კრეატიული აზროვნება აქვს. რა ვიცი, ნახოთ რა იქნება შემდეგში, ცოტა მაინც ჯერჯერობით
ასე ვთქვათ, ფინანსური იმას უყურებთ ხარეს. იმედია რომ ახლოს მომავალში გამოჩნდებიან თან ფინანსებლები, თუ შეიძლება ესე ითქვას და თქვენი ყურადღება აღარ გაიფანტება, აღარ დაიხარჯება ფინანსურ მხარეზე და თქვენი ერთადერთი პრობლემა ეს აღარ იქნება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ სხვა მხრივ მე პრობლემას ვერ ხედავ, თქვენ ხართ იდეებით, ენერგიით, ყველაფრით ცალსი ახალგაზრდები, რომლებიც უახლოეს მომავალში ექვემდებარებიან გაფართოებას და ჩვენს მაყურებელს, რომლებიც წეგან უკვე აღნიშნა რომ არიან ესეთი ენერგიულები ამად მსგავსად შეუძლიათ მათ შემოუერთდნენ. შეგახსენებთ რომ ჩვენც თანამშრომლობთ, ეს ტივი თანამშრომლობთ თქვენთან როგორც ერთ-ერთ გიჭირ დაჯგუფებასთან, თუ შეიძლება ეს ესე ითქვას. ჩვენი სტუმრები იყვნენ. შემოგვიდებითი ჯგუფის წევრები, ესენი არიან გიორგი მოსიაშვილი, დემეტრე საყურაშვილი და ირაკლი მეტრეველი. ბიჭებო, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ სტუდიაში მასვლისათვის. ვიმედოვნებ რომ მოახლოეს მომავალში შევხვდებით უკვე ეს ტივი და თქვენ გადაღებებზე, რომლებიც იქნება თქვენს მიერ ორგანიზებული ძალიან ბევრი და საინტერესო პროექტი და ეჭვი არ მეპარება რომ ეს იქნება რეალურად. მე შეგახსენებთ რომ მე ვიყავი ანერატიანი, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. კარგად ზანდებოდეთ. აი